პროკურატურამ მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2023 წლის თებერვლიდან გამოაცხადა ტენდერები სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში საბავშვო ბაღების პროექტირება მშენებლობის თაობაზე, რომელშიც გამარჯვებულად გამოცხადდა შპს ლაგი კაპიტალი. ბრალდებულისათვის ცნობილი იყო, რომ კონტრაქტორი კომპანია ფონდისაგან ყოველგვარი დასაბუთების გარეშე საამასო თანხების გაცემას ითხოვდა ისე, რომ ხელშეკრულებით ნაკისრ სამუშაოებს არ ასრულებდა. მიუხედავად ამისა, ბრალდებულმა ბოროტად გამოიყენა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება და კომპანიას ეტაპობრივად სამშენებლო სამუშაოების დაწყების მიზნობრიობით ამასის სახით 11.200.000 ლარზე მეტი თანხა გადაურიცხა, ისე რომ რიგ შემთხვევაში ჯერ კიდევ ბაღების სამშენებლო პროექტები არ არსებობდა. ჩარიცხული თანხებიდან კომპანიის ხელმძღვანელი პირები მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ 9.365.000 ლარს. შედეგად პროექტით გათვალისწინებული 22 საბავშვო ბაღი არ აშენებულა. დაკავებულს ბრალდება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე წარედგინა. პროკურატურა ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მოცემულ საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულია მუნიციპალური განვითარების ფონდის 2 თანამშრომლის მიმართ, რომელთაც საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდათ. ასევე სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულია ამჟამად პატიმრობაში მყოფი კონტრაქტორი კომპანიის ხელმძღვანელი პირების მიმართ. ფონდიდან საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისათვის გამოყოფილი 9.365.801 ლარის თაღლითურად დაუფლების და 1.211.000 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე.